რაზე ვარ დაერთებული? რაიმე ისეთი ჩაგიდენია, რითაც შენი კომპრომატირება არის შესაძლებელი. სკოლაში ხშირად თაღლითობდი? ხელებიდან მოიხსენი რაღაცები? ეს აუცილებელია, ხო? ეგრეს ვიცოდი. ტელეფონი დადე. გორნერიულობ. უკვე კი. ამაზე ხომე ხელწერას იღებ შენ? აჰა. ეგონის დაგიხარება. სიმართლე რომ გითხრა პირველად ვარ სტუმრად ჩემს გადაცემაში. ძალიან და ვარ სარდაფში. კი. დაბმული ვარ. არც თუ ისე კაი ვითარება აქ და გარეთაც. ეს იქნება ჩემთვისაც პირველი ასეთი დაკითხვა, როდესაც მე უბრალოდ დაგაკვირდები და რეალურად შენ დამკითხავ. მაგრამ მე დაგაკვირდები. კი თუ არა? ჯერ არა. შენ სადე არის მოძრაობა? ვერცდები კითხვების ესე დაგისვა. ხოლმე. მეგობრები არ ტურს გეძახიან? არა. ვიდრე შენ დამისვა კითხვებს, არაფერი თქვა. ჯერ მე დაგისვა რაღაც კითხვებს, კარგი? ოკეი. და ჩემს პასუხებზე შენი ემოციების გულწრფელობა გაიზომება აქ პოლიგრაფის საშუალებით. აი ამ აპარატზე მინდოდა მეკითხა, რაზე ვარ დაერთებული? ორიოდეს სიტყვით რომ მოგვიყვე. ჯერ დაგისვა რამდენიმე კითხვას. ოკეი. შენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანისთვის ტყუილი გითხოვს? კი. შენ არის ლაპარაკო? თითოეული კითხვის შემდეგ დაახლოებით 30 წამი გვინდა რომ გავზომოთ შენი სხეულის და ზოგადად ორგანიზმის რეაქცია შენს კომუნიკაციაზე. პირველი რამოდენიმე კითხვა იქნება ბეიზლაინისთვის, როდესაც უნდა გავსაზღვროთ შენი ბუნებრივი მდგომარეობა. რაიმე ისეთი ჩაგიდენია, რითაც შენი კომპრომატირება არის შესაძლებელი? არა. მანამ შენს რამოდენიმე კითხვაზე პასუხებს გავზომავთ, გეტყვი რა არის პოლიგრაფი. ძალიან ბევრი შეცდომით ამას ეძახის ტყუილის დეტექტორს. ესეთი რაღაცა ბუნებაში როგორც მოწყობილობა არ არსებობს. პოლიგრაფი, ლათინურიდან რო ავიღოთ ბუკვალურად ნიშნავს პოლი, ნიშნავს მრავალს და გრაფი ნიშნავს ვიზუალიზაციას. ანუ ეს არის მოწყობილობა, რომელიც შენ ძალიან ბევრ, ასე ვთქვათ, მეტრიკას, ძალიან ბევრ იმპულსს ორგანიზმში ზომავს, მათ შორის არის პერსპირაცია, ელექტროიმპულსები კანში, სუნთქვა, სხვადასხვა ინდიკატორებით ჩვენი სისტემა ხვდება იმას, შენ გულწრფელი იყავი თუ არა ამა თუ იმ პასუხზე. სკოლაში ხშირად თაღლითობდი? არა. ბავშვობაში შინაური ცხოველები გიწამებია? არა. ჩვენ ძალიან ბევრი წელია მეგობრობთ. ჩემთვის რაიმე მნიშვნელოვანი ტყუილი გითქვამს, რადგან მე არ ვიცი. არა. ეს მარტივი კითხვა იყო. მე ყავაზე ენერგიულ, რომელიც დავლით ზედა. კარგად მოქმედებს ფოტოშოპში. შებოჭილად ხო არ გზნობთავს? დაბმულად ვარ ბატონო ლაშა. შენი ბეიზლაინი მე რაც მაინტერესებდა ჩემთვის გაზომილია. ამ კითხვებს ახლა აღარ დავიკითხავ, იმიტომ რომ ბოლოს და ბოლოს შენ უნდა დამისვა კითხვები შენს გადაცემაში, თუ პოდკასტში, თუ როგორც არის. ჩემს გადაცემაში პირველად სტუმრად ვარ აქეთ მე და ვარ ჩემს ძალიან ახლო მეგობართან, რომელსაც ძალიან ვამაყობ, რომ 5 წელია ჩვენ მეგობრობთ.
ეს არის ლაშა პატარაია, კიბერუსაფრთხოების ექსპერტად ვიცნობთ მთელი საქართველო, მაგრამ შეგიძლიათ იცნობდეს როგორც ჩემი ძვაკაცად, ჩემ მეგობრად. რომ პირველივე კითხვა როგორც კი მიჩნდება რაღაცა ან დახმარება მჭირდება, პირველ რიგში შენ მახსენდები და შენ გიკავშირდები და შენ გაწუხებ ამ თემაზე რა. ძალიან დიდი ხანია ეს 25 წელი კი არის AI-ზე საუბარი, მაგრამ აი კონკრეტულად სრულ ეგრეთ წოდებულ take down-ზე, როდესაც ამ ლამაზ დედამიწას დაიპყრობს რობოსამყარო და ხელოვნური ინტელექტი, რამდენად ეგ რეალურია, რამდენად ახლო მომავალში ან შორეულ მომავალში იქნება ჩვენ მოვესწრებით ამას თუ არა. ან რამდენად ვერ ვიაზრებთ აი ამ საშიშროებას და უყურებთ როგორც უბრალოდ რაღაც ან გართობას, ან თუნდაც ინსტრუმენტს ყოველდღიურობის. კარგი. ეწევიან შენთან. კი. მხოლოდ შენ. მაგრამ მაყურებელს მიმართო რომ მოწევა კლავს და ჯობია არ მოწიოთ. კი, ისევე როგორც სიცოცხლეს უსულებ შოკოლადი და შაქარი. და გაძლებით მეც. კარგი. კითხვა რითიც დაიწყე ამ ბოლო დროს, ვიცი, ალბათ ყველა მეორე პოდკასტი თუ მეორე რაღაცა ვიდეო ამ თემას ეხება და რაღაცა დაჰაიპებული არის ეს მთელ სოფლიოში. და მიუხედავად ამისა, მაინც დაგეთანხმე რომ ამაზე ვილაპარაკებთ. იმიტომ რომ მინდა ვილაპარაკოთ ის და ისე, როგორც ამაზე არ საუბრობენ და რასაც ამაზე არ ამბობენ. ცივ რეალობაზე. რეალობაზე. თან შენ თავში აღნიშნე, რომ კიბერუსაფრთხოების ექსპერტია. ნუ რეალურად კი ძირითადი პროფესია ეგ მაქვს, თუმცა ასე ვთქვათ, ბევრ სხვადასხვა დისციპლინას მოვიცავ, რაც აერთიანებს მაინც კიბერუსაფრთხოებას. და აი ყველაზე საინტერესო ახლა რასაც ჩვენ მათ შორის პარალელურად გავდივართ, ანუ ადამიანის ქცევის შესწავლა, სხეულის ენა, ტყუილის ამოცნობა, ის რითიც ვიცნობენ, ესეც უკავშირდება მაინც კიბერუსაფრთხოებას. დაზვერვაც, კონდაზვერვაც, ყველა ის თემა, რაზეც იმუშავია, ან მუშაობ და ვასწავლით და ასე შემდეგ, ეს მაინც არის კიბერუსაფრთხოება, იმიტომ რომ როგორ თქვა, რევერსული ინჟინერია არის, ანუ როგორც შეიძლება გატეხო სისტემა, პროგრამული უზრუნველყოფა, ანალოგიურად ხდება ადამიანის ოპერაციული სისტემა, ადამიანის კოგნიტიური პროცესები და ეს ყოველდღიურად ხდება, პროპაგანდა ამის ნათელი მაგალითი არის და ყოველშორის AI-ზეც ძალიან ბევრი რამ შეიძლება ითქვას, რაც უკავშირდება ზუსტად პროპაგანდას. ჩემთვის მთავარი პრობლემა, რაც შემიძლია AI-ზე პირველ რიგში დავასახელო, არის ის, რომ ძალიან მოიმატა მათ შორის ჩვენთანაც პროპაგანდა კონკრეტულმა ნიშნებმა გამოავლინა თავი და ძალიან დიდი ცდელობა არის და დიდი მუშაობა იმაზე, რომ ჩვენი საზოგადოების ყურადღება გადავიდეს რაღაც სხვა თემაზე. ეს არის კრიმინალში, ეს არის სპეცსამსახურებში, ეს არის ფროდში, ჰაკინგში და ილუზიებში. სხვა როდესაც რაღაცის მოტყუება უნდა შენთვის, ამ დროს პირველ რიგში იწყება შენი ყურადღების გადატანა. ჩემი აზრით, ახლა ერთ-ერთი რაზეც გადააქვთ ჩვენი ყურადღება, ეს არის ის თუ რა გველოდება ჩვენ ძალიან მალე. თემა ისე არ არის, რომ დაუშვათ როგორ იქნება რაღაცა მოვესწრებით თუ არა, მოვესწრებით კი არა, უკვე ვართ ამ პროცესის მონაწილეები. იმიტომ რომ ბევრი რაღაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ მაგალითად AI თავისით ესე არ მოსულა, ჯერ ერთი 10 წრეულები არსებობს, თავიდან ეს იყო ეგრეთ წოდებული მანქანური დასწავლის, ასე ვთქვათ, მეთოდით და სხვადასხვა ეპიზოდები იყო ისტორიაში, როცა მას რეალურად ჩვენ ვქმნიდით, ისე რომ ეს არც კი ვიცით ახლა. ასე მაგალითად, აი ძალიან ბევრს ეცნობა ეს სიტუაცია, როცა შედის ინტერნეტში რაღაც ვებგვერდზე და ბრაუზერი ეკითხება მეტწილად ამას Google აკეთებს და Google-მა დაიწყო ეს პირველად. ეკითხება არის თუ არა რეალურად ადამიანი, ხო არ არის რობოტი. და cookie-ებს უნდა დაეთანხმო თან. ხო, cookie-ები კიდე ცოტა უფრო კიბერუსაფრთხოების წაგვიყვანს, მაგრამ მანდაც მივონ. ოკეი. რითი თქმა მინდა? ძალიან ცოტა მიცის, რომ AI-ის იმ ჭკუაში, ასე ვთქვათ, იმ ტვინში, რაც ახლა მას აქვს, ჩვენ შევიტანეთ ძალიან დიდი წვლილი. ჩვენ გავხადეთ მე შენ ჩვეულებრივმა ადამიანებმა AI ასეთი ჭკვიანი. რატომ ახლა ბრაუზერის თემა? Google-ს მაგალითად იმდენი
შესაძლებლობა აქვს რომ გაიგოს შენ ხარ თუ არა რეალური ადამიანი და ხომ არ არის ბოტი ეკრანს მიღმა. საერთოდ არ ჭირდება მონიშნო გადასასვლელი ხაზი, შუქნიშანი, ძაღლი, კატა და ასე შემდეგ. წლების განმავლობაში მსოფლიოში მილიარდობით ადამიანი წარმოიდგინეთ რა მოცულობის ინფორმაციაზე ლაპარაკი ნიშნავდნენ და ატრენინგებდნენ AI-ს, აი ეს ერთი ეპიზოდი რო გითხრა მხოლოდ როგორ გამოიყურება ძაღლი, როგორ გამოიყურება კატა, როგორი არის, ანუ მარკირება მონაცემების, რასაც უზარმაზარი დრო და ფული და ენერგია დაჭირდებოდა, გულმა მოიფიქრა და გააკეთა ამის ისეთი პროცესი, რომ ხალხმა ნამდვილად არ იცის. და გატყობ რომ შენს გაგიკვირდა გიყურებ და მართლა გიკვირს. გამიკვირდა, იმიტომ არც მიფიქრია მაგაზე. კი. როცა შენ ეთანხმები უბრალოდ ამბობ რომ არ ხარ რობოტი და რაღაც დავალებებს ასრულებ, ჩელენჯებს ასე თქვათ, ხო? მათ შორის ფაზლები არის, ბევრი რაღაცა. ამ დროს შენ ავარჯიშებდი AI-ს. ამიტომ ეს ყველამ ერთად შევქმნით ჩვენ და უნებურად. რაც შეეხება პრობლემას და საიდანაც გადააქვთ ჩვენი ყურადღება, ეს არის ის რომ ჩვენ ძალიან მალე ალბათ რთულია და არასასურველია ხოლმე ვადების თქმა, მაგრამ ეს ბევრად მალია ვიდრე 5 წელი მაგალითად. და არც თუ ისე შორს ვიდრე 1 წელი. სადღაც ამ დიაპაზონში ჩვენ გვემუქრება ძალიან დიდი ტოტალური კოლაფსი. აქ მე არ ვლაპარაკობ რა იქნება ამერიკაში, რა იქნება ჩინეთში, სხვა ქვეყნებში. აქ ვლაპარაკობ ისეთი ტიპის კოლაფსზე, რომელიც ჩვენ აი აქ საქართველოში შეგვეხება. ყველას. და შეგვეხება 90% ადამიანებს. პირდაპირ თუ ირიბად, ну, რეალურად 100% შეგვეხება, იმიტომ რომ ირიბი ეფექტი არანაკლებ მნიშვნელოვანი იქნება. ანუ სოციალური სტრუქტურის კოლაფსი, ეკონომიკური პრობლემები, სოციალური პრობლემები, ისეთი აფეთქებები იქნება, რომლისთვისაც არავინ არ ამზადებს მოსახლეობას. ანუ რაც იყო მაგალითად 5 წლის წინ დიდი COVID აფეთქება მთელ მსოფლიოში და ჩვენ მართლა გაგვიჭირდა ამის დაძლევა ხო რაღაცნაირად. დიდი ხანგრძლივი პროცესი იყო, მაგრამ ის სხვა შემთხვევაა. იმას მოყვა ბევრი გლობალური პრობლემა, მაგრამ აქ ბევრად მძიმე სიტუაცია გველის. ნამდვილად. COVID-ი ჩემთვის არის ესეთი ის ვერ დაადებ და ვერ დაასაბუთებ. ტესტირების რეჟიმი იყო რაღაც. ხო, ანუ კი, ზუსტად, ანუ ეს იყო რაღაც პროლოგი. ანუ ის რაც ახლა ხდება, ეს 10 წლების წინ დაიგეგმა, დაინჟინერდა და ძალიან კარგი დიზაინი მოხდა ამ სისტემის და არქიტექტურის მთლიანად ამ ყველაფრის. კი. COVID-ი იყო ერთ-ერთი პიკური მომენტი, როდესაც ახლოს ვიყავით უკვე რაღაც გარდამტეხ მომენტთან და მოხდა მოსახლეობის არა მარტო ტესტირება, არამედ ფსიქოლოგიურად შემზადება რაღაცისთვის. ესეთი რაღაცა, რა ვიცი, თბილისში მით უმეტეს და საქართველოში ხო, ანუ ჩვენი ეთნოფსიქოლოგიური მახასიათებლების გათვალისწინებით, ძალიან რთულია წარმოგვიდგენა, რომ ადამიანებს გაუჭირდებოდათ და უარს იტყოდნენ მაგალითად, რა ვიცი, ზოგჯერ სადარბაზოსთან ჩასვლაში იყო პრობლემა, ჩასული ადამიანი სადარბაზოსთან და რაღაც სიგარეტი მოეწია, ან ძაღლი გაესერნებინა გარეთ. ანუ ესეთი თავისუფლების შენი ნებით დათმობა და დათანხმება, ხო? ნუ ნებით არა, ნუ როგორ თქვა, გაუპროტესტებლად მიცემა ესეთი ხისტი კონტროლის მექანიზმების თავრობისთვის მნიშვნელობა არ აქვს ამ ქვეყანაში, ეს იყო ერთგვარი დრილინგი, წინასწარი ვარჯიში, რომ რაღაც განსაკუთრებულ სიტუაციებში ჩვენ მსგავსი ეპიზოდები გვექნება და უკვე ჩვენი ქცევა პროგნოზირებადია. ეს არ იყო პოპულარული მაშინ, როცა COVID-ი აქტიურ ფაზაში იყო. უბრალოდ კამპანია მოდი ესე ვთქვი COVID-ზე. ძალიან ბევრ ჩემს კოლეგას ან ბევრ ადამიანს ზოგადად არ მოეწონება ის რასაც ვამბობ, მაგრამ ნუ მე მაშინაც და ახლაც მიმაჩნია ეს ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ ფსიქოლოგიურ ოპერაციად, რაც განხორციელდა კაცობრიობის. ხო, ნუ კაცობრიობის ისტორიაში ალბათ ყველაზე დიდი საიოფსი, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური, რაც მომხდარა ეგა უფრო ჩვენი განათლების სისტემა არის. მაგრამ COVID-ი არანაკლებია. ეხლა აი ამ უკანასკნელმა 5 წელიწადმა ჩვენ გვიჩვენა, რომ IT სპეციალისტები
დაფასდნენ, მაგრად დაფასდნენ. ის რომ ადრე IT სპეციალისტ რა. ხო, ამ პროგრამის ეძახდნენ პოსტა უბრალოდ nerd tips, ხო? ლეპტოპით ხელში. ეხლა ერთ-ერთი არა, აი ტოპ 3-ში შედის პროფესიებს შორის. იმ კრიზისში მაინც და მაინც ვერ მოხვდებიან ის ან ვერ იგზნობენ იმ გლობალურ კრიზისს რა, თავის თავზე, რაც შეიძლება მოხდეს ახლო მომავალში. მე მასე ვფიქრობ. ანუ ძლიერი მხარე აჩვენა ადამიანების რა. კი, პოპულარული აზრი არის თამთულად ეგრე, მაგრამ მოდი ცოტა სხვა პერსპექტივით შევხედოთ მაგალითს რა. ნახე, ჩვენ ვიცით რომ მაგალითად როცა ამ IT სპეციალისტებს ეს არ შეეხებათ, ალბათ გულისხმობ იმას, რომ უმეტესობა საქმის ავტომატიზაციას ექვემდებარება IT-ში და დარჩებიან რაღაც სინიორ ტიპები, რომლებიც ორკესტრირებას გაუკეთებენ საინჟინრო არქიტექტურულ დონეზე დიდ რაღაც გადაწყვეტილებებს და ეს ჯუნიორი პროფესიები, რაც არის პირობითად არის ფრონტ-ენდ დეველოპერი პირობითად ან რაღაცა ბაზის ადმინისტრატორი ან სერვერ საიდ ადმინისტრატორი ან რაღაც მსგავსი, ესეთი პროფესიები გაქრება, მაგრამ აი ის მთავარი იარსებებს, ხო? აი ეს არის პოპულარული აზრი, რატომაც ამბობენ, რომ IT გაძვრება ამ ფილტრში და ამ საცერში. მოდი ერთ პერსპექტივას შევხედოთ ახლა რა. ნახე, იმისათვის რომ ადამიანი გახდეს ჯუნიორი, ანუ დამწყები სპეციალისტი და გახდეს წამყვანი სპეციალისტი, ანუ სინიორი გახდეს, ხო? და აი იმ საცერში გაძვრეს. უნდა დაიწყოს, ხო, ასეა, ჯუნიორი უნდა გახდეს. და თუ აღარ იარსებებს პოზიცია, სამსახური, ადგილი, სადაც ჯუნიორები ვინმეს ოდესმე დაჭირდება, მაშინ საიდან მოვლენ ის სინიორ სპეციალისტები? საიდან მოვლენ ის მრავალწლიანი გამოცდილების არქიტექტორები? რაღაც პერიოდი ეს ბუფერი გვექნება და ეს ადამიანები იქნებიან, ხო? მაგრამ მერე რა ხდება? არა მარტო IT-ში, არამედ ყველგან, აი ფინანსებსაც, ანუ AI პირველ რიგში შეანაცვლებს ისეთ საქმეებს, რომელთა ავტომატიზაცია ზოგადად საჭიროც არის. მაგალითად, აი კომპანიაში როცა რაღაცას აკეთებ, ხო? mesela გინდა ბიზნესი შექმნა რაღაც განავითარო, ძალიან დიდი დრო და ასე ვთქვათ, სირთულეა ხოლმე ბუღალტერიის წარმოება. როცა მასშტაბზე გადიხარ. რომელიც ხშირად მაინც ისეთი მანუალური, რუტინული პროცესი არის და რაღაც შეიძლება და მაგის ავტომატიზაცია აქამდეც, რომ კარგი იქნება, რომ ავტომატიზებული იყოს. და რაღაც საბოლოო ჯამში იქნებიან ასე თავარი ბუღალტრები, ფინანსისტები, რომლებიც მე იქნებიან კონსულტანტები, მაგრამ ძირითადად აი დეკლარაციებს, განაცემებზე ინფორმაციას გადასახადებს, ამ ყველაფერს მართავს მარტივი რაღაცა კონკრეტული AI აპლიკაცია. ხო? მაგრამ აქაც იგივე არის რა, ის სინიორი, რომელმაც მე უნდა გაგიძიოს ფინანსური კონსალტინგი, ეს საიდან მიიღება მას შემდეგ, რაც ჯუნიორების პოზიცია აღარ იარსებებს. ანუ, ნახე ის თქმა მინდა, საბოლოო ჯამში გაქრება პირველ რიგში ის პროფესიები, რომლებიც აგებულია შიშზე, ანუ პოტენციურ პასუხისმგებლობაზე. ნახე, ეს არის იურიდიული საკითხები, ხალხშეკრულებები, ლეგალური საკითხები, ფინანსები, ბუღალტერია, რაც არის დაკავშირებული ვალდებულებასთან და პასუხისმგებლობასთან. მერე ამას მიყვება ყველა ისეთი პროფესია, რომლის კეთებაც შეიძლება ჩაითვალოს, რომ ადამიანების მოცდენაა მათი საუკეთესო პოტენციალიდან. ამას ემატება რობოტექნიკა, ამას ემატება თანაც მაღალი კლასის ჰუმანოიდ რობოტექნიკა, ხო, რომელიც უახლოეს თვეებზეა ლაპარაკი, ოდესაც ეს ბაზარზე შემოვა, ხო? უკვე შემოსული არის ძალიან ბევრი პროტოტიპი და ჩინეთი მაგალითად ძალიან მოწინავე. ანუ მაგალითად ისეთი საქმეები, როგორიც არის დასუფთავება, რაღაც კონკრეტული ხელობები, ხელოსნების პროფესიები რო ავიღოთ, რა ვიცი, მოსახურების სფეროში, თუნდაც ბენზინგასამართ სადგურზე ადამიანების ნაცვლად იქნებიან რობოტები, ხო, ან რაღაც ავტომატიზებული რაღაც სისტემები, რომლებიც მაგას გააკეთებენ სწრაფად, ხო? უპირატესობა ბიზნესისთვის არის ცალსახა. არის ის, რომ ისინი ანუ რობოტებს არ ეძინებათ, არ აქვთ რაღაც პირადი პრობლემები, არ დუწუნებენ, არ სვავენ, არ ეწევიან, არ კარგავენ სამსახურის დროს, არ აქვთ გრაფიკი, არ აქვთ ლიმიტები და შეგიძლია ამუშაო მუდმივად. და ჯდება გაცილებით იაფი, ვიდრე ყველაზე იაფფასიანი სამუშაო რესურსი დღეს. ამიტომ საბოლოო ჯამში
მოხდება ამ ყველაფრის ჩანაცვლება. მაგრამ იდეა, რასაც ამბობენ ამ სფეროში, არის რომ ადამიანებს აი იმ შავ საქმეს მოაშორებს რობოტექნიკა და AI, რათა მათ საუკეთესო პოტენციალი გამოავლინონ. 8 მილიარდი ადამიანი ის ლაშა. ხო, ეს საკითხი თემა. საუკეთესო პოტენციალი გამოავლინონ ადამიანებმა და მოაშორონ ეს შავი საქმე. შენ როგორ ფიქრობ, იმ ტოპ AI კომპანიები, რომლებიც ახლა ზარალზე მუშაობენ რეალურად. ახლა არის თამაში გრძელვადიან პერსპექტივაში და ზარალზე მუშაობენ, იმხელა რესურსებენ და იმ რესურსი არის საუბარი, რომელსაც რა ვიცი, ენერგო ინფრასტრუქტურა ამერიკის ახლა მაგალითად ვერ უკაჩავს და ჭირდება ძალიან დიდი დრო და ფინანსები და გაუთქმაგება ჭირდება ამერიკის ენერგოსისტემას, რომ ამერიკაში AI იმ მასშტაბით გაიშალოს, როგორც უნდათ, ხო? შენი აზრით იმაზე ფიქრობენ, რომ ჩვენ გამოგვინთავისუფლონ დრო, აღარ გავაკეთოთ ის საქმე, საბოლოო ჯამში ის ადამიანები, ვინც დაკარგავენ სამსახურებს, ბენზინ გასამართ სადგურზე ოპერატორი, დამლაგებელი, რაღაც კონკრეტული მექანიკოსი, ხო? ეს ადამიანები როგორ მოახერხებენ, რომ ელემენტარულად საკვები დადონ მაგიდანზე? როგორ ფიქრობ? არის დისკუსია, რომ იქნება რაღაცა უნივერსალური საბაზო შემოსავალი, რაც სხვა არაფერია თუ არა სოციალიზმი, ყველას ექნება რაღაც სახელმწიფო მისცემს რაღაც კონკრეტულ რესურსს, რომ გადარჩნენ და იარსებონ და იკვებონ და რაღაცა მცირე ნაწილი ძალიან ადამიანების იქნებიან ამ ფერხულში ჩართული და შეძლებენ თვითრეალიზაცია, სადაც კიდე ძალიან ბევრი რაღაც სხვა მექანიზმები შემოვა. აი აქ არის ეს ბევრჯერ არის იყო წინასწარ მეყრებაში, რომ ეს საშუალო ფენა არ იარსებებს, ეს გაქრება, იქნებიან. უკვე აღარ არსებობს. უკვე, არიან ძალიან მდიდრები, უკვე საშუალო ფენა არც აქ და არც ამერიკაში აღარ არსებობს. აი ხო მითხარი. ცოტა განვაზოგავოთ ეს ამბავი საქართველოს მაგალითზე რა. საქართველოში აი ახლა მეტწილად აქტიურ, ასე ვთქვათ, ფაზაში ასაკობრივად არიან უკვე ჯენზის სეგმენტი, ჯენზის თაობა. ჯენზის თაობა, რომელიც მეტწილად არის მოტყუებული განათლების სისტემით. ასწავლიან პროფესიებს, რომლებიც რეალურად იმათაც არიციან, ვინც ასწავლიან. მაგალითად, აი რა ვიცი, ციფრულ მარკეტინგზე არაერთხელ ვისაუბრია ჩვენ და ციფრულ მარკეტინგში ადამიანი 4 წელი იდეებს თავის თავს, ყველა მეორეს დღეს შეიძლება სოციალურ ქსელებში ნახულობდეთ, რომ აწერია ციფრული მარკეტინგის სპეციალისტი, რომელიც ერთ-ერთი მაგალითია, ბევრ სხვა სფეროსაც ეხება და სიღრმისეულად არავითარი არ იცის. Facebook-ის გვერდის გახსნა და პოსტის გაბუსტვა დღეს რევოლუცია აღარ არის და უკვე ის სირთულე, რასაც რეალურად იგივე დიჯიტალში ვაწყდებით, ხო? როგორ უნდა მართო ყველა ის მეტრიკა, როგორ უნდა გააკეთო რეპორტი, რა უნდა გაანალიზო, მარკეტინგის უნდა გესმოდეს, რომ რეალურად სწორედ ააგო ნარატივის არქიტექტურა და სწორი მესეჯები გაუშვა. ამის ძალიან ცოტა სპეციალისტი მოიძებნება საქართველოში. თუმცა სოციმედიის მიმართულებით ყავს უამრავი კურსდამთავრებული პროფესიონალი, რომელიც მუშაობს კიდევაც და რა ვიცი, ზოგი ფრილანსერობს, ხო? ადამიანები ჯენზიში განსაკუთრებით ძალიან ბევრი არის მოტყუებული. ის რო არ იცის. მათ დააჯერეს რო იციან პროფესია, ახალი თანამედროვე ტექნოლოგიური, რეალურად გარემოსაც უკვირს, მაგალითად მილენიალების და უფროსების თაობას უხარია, როცა ხედავენ და ისეთ რაღაცას ისმენდნენ, რაც მათ არ ეხერხებათ, არ გამოსდით და ყველა არ არის კომფორტულად smartphone-თან ან კომპიუტერთან. მათთან ესენი იმყოფილებენ ეგოს, მაგრამ რეალურად ერთ-ერთზე რომ რეალურ შარკებს შეადარო სოციმედიის, ვის მართლა მუშაობს და მართლა თემაშია, ნული შანსი აქვს კონკურენციის ოდნავ გაწევისაც კი. ხო? ეს ადამიანები მოტყუებულები არიან და პლუს აქვთ ძალიან დაბალი სიმძლავრე, მოდი ვთქვა, ძალიან სუსტები არიან პოტენციური კრიზისების წინაშე. რაც დაუშვათ გავლილი აქვს ჩვენს თაობას არაერთხელ, ხო? იყო ეს 90-იანები, ომები, რა ვიცი, ეკონომიკური სიდუხჭირა და პრობლემები. ეს ხალხი, რომელიც დაკარგავს ამ შესაძლებლობას სხვა
იმიტომ რომ უმეტესობა თუნდაც იგივე სოციმედიაში და დღეს არსებულ პოპულარულ პროფესიებში ყველაფერი თავიდან ბოლომდე არის ჩანაცვლებადი AI-ის საშუალებით და ძალიან მარტივად და ძალიან სწრაფად და მალე მოხდება ეს, სად მიდიან ისინი? ეს ერთი. და როგორ გაუმკლავდებიან მათი სოციალური გამოცდილებით, თავობრივად გულისხმობ, იმ გამოწვევებს, რაც ელოდებათ. და მათ შორის მილიონიანები და წინათაობები, რომლებიც საქართველოში რაღაცნაირად დაიმკვიდრეს თავი და ასე თუ ისე რაღაც კარიერა აქვს, რაღაც პროფესია აქვს, რაღაც მიმართულება აქვს, ისინი როგორ გადაეწყობიან ახალ პროფესიაზე და როგორ მოახერხებენ ტექნოლოგიების შესწავლას, როგორ მოახერხებენ ამ ყველაფერზე ესე სწრაფად ფეხის აწყობას, რას გააკეთებენ ისინი. ანუ საბოლოო ჯამში მივიღებთ თუ არა ქაოსს შემეს. საქართველოს ვლაპარაკობ და არა რაღაც. საქართველოში მივიღებთ ალბათ ქაოსს რაღაც დონეზე, იმიტომ რომ იმდენად პატარა ქვეყანა ვართ, იმდენად გადატვირთული ბაზარი არის საქართველოში ნებისმიერ სპეციალობით რა. აქ მოხდება ქაოსი, იმიტომ რომ მაგალითად უკანასკნელ 4 წლის მანძილზე ძალიან ხშირად ვსწუმრობ ევროპის სხვადასხვა ქვეყნებს, მათ შორის გერმანიას. მე გერმანიის მაგალითი რომ მოგიყვანო, ძალიან განვითარებული ქვეყანაა, მაგრამ დრო გაჩერებულია მათ. იქ რაღაცა ტექნოლოგიების დევნა არ ეტყობა, ანუ არ იგრძნობა ეგ. არ ვიცი, ქვეყანა არის დიდი მოსახლეობაა, დიდი ძალიან ზედმეტად განვითარებულები არიან და შიშს ვერ გრძნობენ, არ გრძნობენ თუ ქვეყანა და ხელისუფლება რაღაცნაირად ამას ხელს აფარებს. პოპულარული იყო ადრე საქართველოში ეგეთი მაგალითების კეთება, რომ აი გერმანიაში ესია, გერმანიაში რაღაც დისციპლინა წესი. მე უხეშად ხო, აი პირველი რაც მოგივიდა თავში, ამას თავის მიზეზით რატომ მოგიდის ადამიანს ამ კომუნიკაციაში ეს თავში. ჩვენ რაღაც ჩვენი სოციალური გამოცდილებები გვაქვს და მე ეს ტივტივდება ხოლმე, ხო? ნახე, გერმანია, ჩემი სუბიექტური აზრით რა, ერთ-ერთი ყველაზე სულ გამოცლილი ქვეყანაა. სადაც ადამიანები მიაჩვიეს რაღაც რობოტებით მუშაობას, ნამყოფი ვარ, ნახი მაქვს, ვიცი, ანუ ეს ნამდვილად ეს მკაცრი, ზუსტი გეგმაზომიერება მათი, მაგრამ ასევე მინახავს მათი цаრიერი თვალები, რა ვიცი, სუიციდალური აზრები წამიკითხავს ადამიანებზე სახეზე, იმიტომ რომ ისინი არიან დაცლილები, ანუ აი ეს ყოველდღიური რუტინა, ეს რო რაღაცნაირად თავი გაართვა, ანუ სახელმწიფო მე გადაფარა, ეს რო გაართვა რაღაცა ყოველდღიურობას თავი, იმდენად რაღაც მექანიკური გახდა ეს ყველაფერი, რომ ამაში სული აღარ არის და დაიკარგა. ჩვენ მაგ მხრივ ბევრად დიდი უპირატესობა გვაქვს, ანუ ჯერ ერთი რომ მცირე ქვეყანა ვართ, გლობალურ კრიზისებს რო შევადაროთ, უფრო ბევრ რაღაცას უფრო იულად უნდა გადავიტანოთ წესით, იმიტომ რომ ბევრი არ ვართ. ანუ ქაოსი აღარ იქნება საქართველოში. ქაოსი იქნება, მაგრამ შედარებით სხვა ქვეყნებისგან ისეთი კოლაფსი შეიძლება არ გქონდეს, თუ ნავიგაცია გავაკეთეთ სწორად, როგორც ქვეყანა. თუმცა ამ ბოლოს კომპასი ცოტა არეული გვაქვს. ნავიგაცია მაგრამ გაგვიჭირდება. მოგეთ ბევრი აი პროგრამისტებს როგორც უყურთ, კონდიშნალი არის რა, ამ განტოლებაში ბევრი კითხვა არის, ბევრი თუ არის, ბევრი if-ია. და if-ებს მე ვივარაუდებ, მაგრამ ის რაც ასახათ ვიცი, არის რომ ჩვენთვის ეს იქნება ძალიან რთული კრიზისი და ამაზე არავინ არ ლაპარაკობს. უფრო მეტი, თავარი პრობლემა არის ის, რომ ჩვენ მომავალ თაობას, ჩვენ შვილებს არავინ როგორ თქვა, არ ამზადებს აი პერსპექტივის შემდეგი კითხვა რაც მათ ელოდებათ. უბრალოდ იმ უპერსპექტივობისთვის. დღემდე არის შემორჩენილი მენტალობა, რომ შემდგა დაამთავრო იარო სკოლაში, დაამთავრო სკოლა კარგად, ოქროს medalზე. მე ჩააბარო უმაღლესში, სავარაუდოდ ან იურიდიულზე, ან სამედიცინოზე, რამდენი იცნობს ახლა თავის თავს, ხო? მე ახალთაობაში არ არის. უნივერსიტეტი, ანუ მშობლებს გულისხმობ, ან მათი მშობლების ასე ვთქვათ, ნაკარნახებს რამდენი დაინახავს, ხო? მე უნდა დაამთავრო ეს უნივერსიტეტი, წითელ დიპლომზე უნდა დაამთავრო უნივერსიტეტი. და ამ ყველაფერს რო გააკეთებ, ესეთი კარგი ადამიანი იქნები, ბეჯითი, მე აი სამყარო რაღაცა შენ გიბოძებს რაღაც წითელ ხალიჩას, გექნება კარგი სამსახური, კარგი კარიერა და ილუზორულ განცდებში არიან მე ვისაც უყურებ გარშემო ხალხს აი ყოველდღიურ რეჟიმში უზარმაზარ ჩემთვის ძალიან მტკივნეულ მათ არიციან და არ ტკივათ. ჩემთვის ძალიან მტკივნეულია ამ ყველაფრის ნახვა, რამხელა
აცდენაში არიან და წინასწარ განვიცდი იმ დრამებს და ტრაგედიებს, რაც მათ ელოდებათ. ანუ გუწბილად ძალიან მიყვარს ჩემი ქვეყანა, ძალიან მიყვარს ჩემი ხალხი. და დანაშაულებრივი სიჩუმე არის ახლა ჩვენი ტიპის ქვეყნისთვის იმ ყველაფერზე, რადგან სიჩუმე არის. არ ეხება ეს მარტო AI-ს რა და არც ის არ არის თემა, არის ფიქრობთ, რომ პოლიტიკას გულისხმობ აქ ხოლო თან საერთოდ გულისხმობ თუ არა პოლიტიკას, უფრო მეტიც არ გულისხმობ, იმიტომ რომ ყველაფერი ეს არის ჩვენი ყურადღების გადატანა. მანამ ჩვენ ლაპარაკობთ წითელი თუ ლურჯი, ნაცი თუ ქოცი. რავი, ადამიანები ერთმანეთს ისე უპირისპირდებით, რომ როგორ გითხრა, ბევრისთვის მიკითხავს რა, ბოლოდროინდელ მოვლენების გათვალისწინებით, ანუ მე არ გულისხმობ აქციებს ან იმ რაღაც ნებათა ღელვებს, რაც იყო ხალხში რასაც ხედავთ რა. ბევრთვის მიკითხავს, ვინც მოესწრო ამას უფრო უკეთ, 90-იანებში სამოქალაქო ომი, როდესაც ჩვენ თბილისში ერთმანეთს დავდებდით ტანკებით და ქართველები ერთმანეთს ხოცავდით. არ მარტო ქართველები, საქართველოს მთელი მოსახლეობა იყო ამას ჩართული. მაშინ ალბათ ამის მიათედი არ იყო ძალიან ბევრი შეფასებით, ანუ როგორ თქვა, პოლარიზაცია თუ ურთიერთდაპირისპირება თუ ურთიერთსიზღვრე. აი, როგორ წარმოგიდგენია თბილისში დაიბადე და გაიზარდე და აი დაუშვებდი თუ არა 15-20 წლის წინ, რომ საქართველოში ვიღაცას ქუჩაში მაგალითად, რა ვიცი, ეჩხუბებოდა პოლიტიკური რაღაცის გამო. აი შენ ახლა ამ პარტიას რატო უჭერ მხარს ანუ ეს ხო წარმოუდგენელი რაღაცა იყო რა. იყო ვარტო ედიკა და იყო შუქი წავიდა, მეტი არაფერი არ იყო. ხო. აი იყო ეგ საკეთება, მაგრამ ანუ რეალურად ამაზე კამათი ჩვენი პრობლემის მიუხედავად შეუძლებელი იყო, ხო? ანუ პარადოქსი ის არის, რომ მაშინ როცა ცოტა ინფორმაცია გქონდა, უფრო ლაღები და შეკრულები ვიყავით, ტექნოლოგიები გამithარდა, უფრო გავანათებლები ვართ, უფრო დავკარგეთ ფოკუსი, უფრო აღარ ვიყვარს ერთმანეთი, უფრო მეტია აგრესია და რეალობა ესეთია, რომ ჩვენ გაცილებით მეტი გვაერთიანებს, ვიდრე ვყოფს. ანუ თუნდაც აი პოლიტიკურ პოლარიზაციას შევეხე მაინც და მოდი თქვათ რა, რადოსიტექს არ უნდა იყოს და არის თუ არა ეს მართალი, გაცილებით მეტი არის ესეთი ადამიანი, ვინც გაერთიანებთ მეორე ფრონტთან, რომელიც არ უნდა იყოს ეს მეორე ფრონტი. თქვენი მეგობარი შეიძლება იყოს ნათესავი, რომელსაც თქვენი საპირისპირო პოლიტიკური გემოვნება აქვს რა, რომელიც საკმაოდ კარგი ტიპია, უყვარს ოჯახი, მასაც თქვენსავით უნდა რომ რაღაცა შვილების ჯანმრთელობა, კეთილდღეობა, კარგი გარემო, კარგი ურთიერთობა, რეალიზება, ეკონომიკური დოვლათი, ზუსტად იგივე პრობლემები და იგივე საფიქრალი აქვს, რაც თქვენ და თქვენზე მეტად თუ არა, თქვენზე ნაკლებად არ უყვარს მეორე მხარეს თქვენი ქვეყანა, ხო? ამაზე საერთოდ ფოკუსი აღარ არის და მთელი ფოკუსი არის იმაზე, რატომ არ უნდა მოგწონდეს ერთმანეთი. ხელით შერჩეული ადამიანები არიან ორივე მხარეს, აი ხამის ჩაშლა არ იქნება სწორედ რა, წაგვიყვან საერთოდ სხვაგან, მაგრამ ის სახეები, ის ტიპები, ის ქცევები, ის ყველაფერი, რასაც პროპაგანდის ფორმატში დეзинფორმაციის ადამიანები ჭამენ ორივე მხარეს. შემთხვევითი არ არის. მოგეთ, რით დავიწყე ეს ყველაფერი? რეალობა შეიცვალა. ადრე თუ იყო ეს, რომ რაღაც უნდა შეგექმნა და გეგეულო სკოლაში გესწავლა კარგად, გესწავლა უნივერსიტეტში დამსახური დაგხვდებოდა, ეს ასე აღარ არის. შენ რომ დაამთავრე სკოლა, დაამთავრე უმაღლესი ყველაფერი წარჩინებით გააკეთე, ამის გამო შენი არავის არ მართებს. აი ეს არის რეალობა, რასაც არ ეუბნებიან ადამიანებს. არავის არ მართებს შენი, იმიტომ რომ კარგად სწავლობდი. და ძალიან ცოტა საინტერესებს დღეს შენი რაღაც რეგალიები და დიპლომები და ასე შემდეგ. ადამიანებს საინტერესებს რა შეგიძლია. რა შეგიძლია მოუტანო ვიღაცის ბიზნესს, რაღაც სამსახურს, რაღაც გუნდს. რეალურად რა ღირებულებას ქმნი და რა უნარები გაქვს, რა ცოდნა გაქვს, რა გამოცდილება გაქვს. ეს არის და ამასთანავე ის რაც შენ გაქვს, ეს ცოდნა არის თუ არა აქტუალური დღეს. იმიტომ რომ პროფესიები რაც არსებობს დღეს და მეთანხმები რომ მაგალითად 10 წლის წინ არ არსებობდა. ძალიან ბევრი პროფესიაა ისეთი დღეს, რომელიც 10 წლის წინ არ არსებობდა, ძალიან ცოტა დრო არის ხო ამისთვის. და უფრო მეტიც პროფესიები რომლებიც იქნება რამოდენიმე აი 2-3 წელიწადში ახლაც არ არსებობს. შესაბამისად ვერაფერი ვერ მოგამზადებს იმ გარემოსთვის, რაც შენ წინ გელოდება.
და არავინ არ ელაპარაკება არც სტუდენტებს, არც სკოლის მოსწავლეებს რეალურად რა უნდა გააკეთონ. ცოტა ხნის წინ გითხარი, რომ ერთ-ერთი დიდი ყველაზე პროპაგანდისტული, ასე ვთქვათ, ფსიქოლოგიური ოპერაცია, რაც მოხდა რა კაცობრიობის ისტორიაში, განათლების სისტემა თქო. და უბრალოდ ამიტომ რა, რო ავიღოთ მაგალითად აი ბოლო 50 წლიანი ევოლუცია, თუნდაც რა ტექნიკის. აი ტექნიკის დაგელურდა თითები გატყობ აღარ მინდა. ცირკულაცია დაგერღვევა ეს. ნახე ბოლო 50 წელიც არა, აი 50 წელი ძალიან ბევრია. ძალიან ბევრი. მაგრამ რო ვთქვათ 35 წელი, რაც Mac-ის და Microsoft-ის ჯახი დაიწყო. 50 ხო კიდე უფრო კოლოსალურია, ანუ 50 წელი წარმოიდგინეთ დაფიქრდით, კომუნიკაცია 50 წლის წინ და დღეს. რამხელა ცვლილება გაიარა, რამხელა ტრანსფორმაცია, ხო? აი, ელემენტარული ლეპტოპიც ან კომუნიკაციის საშუალებამ, ანუ კოლოსალური ტრანსფორმაცია, ავტომექანიკა აიღე, ანუ მანქანა 50 წლის წინ და დღეს. ხო? ორი სხვადასხვა ყველაფერმა სახე იცვალა, მაგრამ განათლების სისტემა ზუსტად ისეთია, როგორც იყო, რა ვიცი, წინა საუკუნეში. კი. ერთი რამეც, ანუ 100 წლის წინ. ზუსტად იგივე რეჟიმი, იგივე საათობრივი დატვირთვა, იგივე ფორმატი კომუნიკაციის. შეიძლება ვიღაცებმა დაკიდეს ჭკვიანი დაფები კლასში, მაგრამ ეგ არ ნიშნავს კომპიუტერიზაციას. დღეს რო შენ ნახო ის ცეძახიან, ანუ IT-სთან დაკავშირებული კომპიუტერული კლასი, ინფორმატიკას რო ეძახდნენ ადრეშენ ბავშვობაში. რასაც დღეს ასწავლიან, ეს ბავშვებს ასწავლოთ არ ყოფილ თვითონ, ანუ ვინც არიან მეორე, მესამე, მეოთხე კლასში, ანუ ეცინებათ ყველაფერი იმაზე, რასაც კითხულობენ წიგნში. გაცილებით მეტი იციან და ესე იგი გამოდის, რომ მიზანი იმართულად რაღაცა შენ შებოჭილი ხარ, შენი ცხოვრების რაღაც წლების განმავლობაში და სწავლობ სისულელეს ისეც, რომ უკან და უკან იხევ. აი, ძალიან დიდი დისკუსია მოყვა მაგალითად ერთი წლის ჩამოკლებას სასკოლო იმიდან, ხო? 12 კლასიდან 1 კლასის მოხსნას. დიდი დისკუსია მოყვა, ახლახან იყო ეს ქვეყანაში. ხო, არსებობს რაღაცა ძიმედ მიიღო ქვეყანა. არსებობს რაღაცა პლუსები და რაღაც მინუსები, მაგრამ აი, რამდენი იყო, რომელიც მაგალითად არ მივესალმებოდით, ჩვენ ბავშვობას გულისხმობ, მე-12 კლასი, რაღაც წარმოუდგენლად კიდე მე-12 კლასი, ნუ ხო წარმოგიდგენთ რა იყო ჩვენთვის და ჩემმა ძმამ დაამთავრა პირველი ესე ვთქვათ ნაკადი იყო მე-12 კლასელების და ანუ აი კლასის ნახევარზე მეტი არ დადიოდა. კარგად მახსოვს და სულ მაგაზე ლაპარაკობდით რა. ხო, აი ეგეთ რაღაცა მინორულ რაღაცეებზე აიწევა ხოლმე დისკუსია, რომ აი საერთოდ არ არის ესეთი მნიშვნელოვანი, როგორც ფუნდამენტურად ნახე რა ხდება. ჩვენი ცხოვრების 12 თუ 11 წელს ხარჯავთ ერთსა და იმავე ადგილას, ერთ და იგივე ფორმატი და მეტწილად ერთ და იგივე ხალხთან. 90% პედაგოგების და ანუ იგივე სოციუმში. ეს ცხოვრებისთვის, ანუ ძალიან დიდი დრო არის, ხო, ცხოვრების საშუალო ხანგრძლივობაში რო არისო. და ამ დროს არსებობს კურსები, ტრენინგები, სწავლებები ონლაინ ფორმატების თუნდაც, სადაც შენ 4-5 თვეში ღებულობ შედეგს. რაღაცა ახალ პროფესიას სწავლობ. და რაღაცას ქმნი. შენს მაგალითზე შემიძლია გითხრა, შენ გახსოვს რაღაც ერთ-ერთ თემაში საზღვისპირა რეგიონებში ვატარებდი ტრენინგებს. და ამ თემიდან მახსოვს ბავშვები, რომლებიც ანუ არ იყვნენ დაკავშირებული ტექნოლოგიებთან, პირველად ნახეს ლეპტოპი შეიძლება ითქვას, პირველად ნახეს ის ტექნიკები რაღაც ოკუპირებულ ხო, ელემენტარულად აი რაზე იყო ლაპარაკი რაღაც open source საიტის გაშვებაზე, რაღაც front-end design-ზე, უბრალოდ ენთუზიაზმის გამო რაღაც თავისუფალ დროს ვიყენებდი ფიქრო ყველაზე ღირებულად რა. და ბავშვებს რომელსაც ვასწავლე ეს, უბრალოდ თავისუფალ დროს, უბრალოდ ჩემი რაღაცა მოტივით, არანაირი კონტექსტით და თვეების შემდეგ შევხვდი, ეს იყო ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ამაღელვებელი მომენტი, იმიტომ რომ ვიღაცებმა პირველი საიტი გააკეთეს, ვიღაცებმა რაღაცა Upwork-ზე რაღაც პირველი $50 იშოვეს, იყო ბავშვებმა იშოვა $400. ანუ მე ალბათ გაყვნენ კიდე აღარ ქონია სამწუხაროდ კომუნიკაცია, მაგრამ ნახე, იმათი ტრაექტორია ცხოვრების რაღაცნაირად შეიცვალა. და შეიცვალა მას შემდეგ, რაც ვიღაცა მივიდა და ტექნოლოგია ასწავლა, რეალური, პრაქტიკული რაღაცა. და
ამას შეცვალა იმის ტრაექტორია, სადღაცა შეიძლება სოფლის ეკონომიკაც შეცვალა იქ, სადღაცა შეცვალა განწყობა, სხვებისთვის გახდნენ შეიძლება მე ვარაუდობ, იმიტომ რომ მართლა არ ვიცი მე როგორ განვითარდა, ვიღაცებისთვის შეიძლება შეიცვალა რაღაცა ინსპირაცია, იმიტომ რომ ეგ პრობლემაც გვაქვს საქართველოში. უმეტესობა რაღაცა აი Netflix-ი, Hollywood-ი რაღაცებს უყურებენ, rilsები, ვიდეოები, უამრავ კონტენტს მოიხმარს, ხო დღეს რიგითი ადამიანი საქართველოში და უმეტესობა რაც გვესმის აი რაღაცა self-made men ტიპები რო არიან, ანუ ვინც საკუთარი თავი შექმნა რაღაცა. ეგეთი ისტორიები ხო არ გვაქვს. ჩვენთან თუ ლაპარაკობთ ბავშვებზე და ჩემთვის და შევთვის რა ხა ამ პოდკასტამდეც ბევრი ვილაპარაკეთ და ძალიან აქტუალური არის ეგ თემა. ჩვენს სიტუაცია ჩვენ სკოლასაც რო აღარ შევეხოთ და ჩვენს წინა გამოცდილებებს, აი მე პირადად მქონია კომუნიკაცია ბავშვებთან, ხო? და ვიცი რომ ადრე თუ ითხოვდი კლასში ბავშვებს რა გინდოდათ, ანუ რა გინდათ რომ გამოხვიდეთ რა. ჩვენ დროსაც და რაღაც პერიოდის მერეც ითხოვდნენ რომ აი ვიღაცას უნდა რა ვიცი, მეხანძრეობა, ექიმობა, მასწავლებლობა, პოლიციელობა, ვიღაცას უნდა და რა ვიცი, კოსმონავტი ყოფილიყო. ახლა ამ სოციმედიისას თქვათ, რომელიც ყოველშორის პირველი ყველაზე პრაქტიკული გამოყენება AI-ის იყო სოციმედია, როდესაც შერჩევითი კონტენტი შენზე მორგებული გეძლეოდა, ხო? ეხლა ამ ყველაფერმა მოიტანა ის, რომ ბავშვებს რო ეკითხები დღეს რა გინდა, გენება რომ მინდა ვიყო წარმატებული. და ეს წარმატება რა არის, არავინ არ იცის. ანუ ეს ხო არ არის რაღაც კონკრეტული. და საბოლოო ჯამში ყველა მიუტვის იმისკენ, რომ იყოს წარმატებული. თუ რიგითი ქართველი ხედავს, რომ წარმატება არის რაღაცა პირობითად რა ვიცი, რაღაცა ქუჩის ცხოვრება, რომელსაც ასევე ის ლოგიკა დღეს აღარ არის, ხო, რაც რეალურად შეიძლება უწოდოთ ქუჩის ლოგიკა, იმიტომ რომ რასაც ჩვენ გვინახავს და რაც იყო, ძალიან შორს იყო, მაგალითად ქუჩა, პოლიტიკისგან, პოლიციისგან. იმდენად აირია ბევრი რაღაცა, ხო, როგორც რაც ისმის და რაც ზოგადად არის აქტუალური, რომ ნუ თქვათ ის ლოგიკა აღარ არის შენარჩუნებული. ანუ თუ დღეს რიგითი ბავშვი ხედავს, რომ უფრო წარმატებული ტიპია ვიღაცა, ვინც წავიდა სადღაცას, მოდი ასე ვთქვათ, იგანგსტერა, მოსკოვში ჩავიდა, იქ რაღაცები გააფუჭა, იმიტომ რომ უახლოესი ვარიანტი იყო. ლევი ფული იშოვა. ხო, მე რაღაცა რესტორანი გახსნა, ვიღაცას წაართვა, მე ჩამოდის აქ უსულმობრებიანი ჯიპით, რაღაცა უგემოვნოდ ჩაცმული, რაღაცას ვლატაობს, რაღაცას იმეშვება, ხო, რიგითი ბავშვიც რო უყურებს და თინეიჯერი, რომელიც ძალიან ადვილად ექცევა გავლენას ქვეშ, ფიქრობს, რომ აი წარმატება ეს არის რა, ანუ მარტივი გზა, ფული, გავლენა, შესაძლებლობები, რა ვიცი, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, ხო? შესაბამისად ხალხი მიდის იქიდან. ანუ გლობალურ რაღაცებზეა ლაპარაკი, რა იდეოლოგიურ თემებზე და თუ შენ არ შექმნი პრეცედენტებს და არასწავლი ამ ხალხს რომ რაღაცა შენ შეგიძლია არ აქვს მნიშვნელობა საქართველოში დაიბადები თუ სან-ფრანცისკოში შენ აქაც და იქაც უნდა აგეღო ლეპტოპი, გესწავლა პირობითად პროგრამირების რაღაცა კონკრეტული ენა, რაღაცა პლატფორმა, რაღაცები შეგექმნა, ქონოდა იდეა და ანუ შენს და სან-ფრანცისკოს ტიპსაც ჭირდება რაღაცა ჰოსტინგი, რომელსაც შენს და ისის თვეში გადაიხდით $10 პირობითად ვამბობ. საწყისი კაპიტალი დიდი არ არის ხოლმე, როცა რაღაცა იდეას არეალიზებ და აკეთებ, ხო? არ აქვს მნიშვნელობა შენ სად დაიბადები, რა ვიცი, ყარაჯალაში დაიბადები თუ კიდევ ერთხელ სან-ფრანცისკოში თუ სადღაცას, შენ შეგიძლია თუ ვიღაცა გასწავლის, აგიხსნის, წვდომას მოგცემს ტექნოლოგიებზე, ხო? აქ დაარეალიზო ეგ თემა და აქედანაც გახდე შენ წარმატების რაღაცა ახალი საწყისი. რომელიც ხებისთვის იქნება შთაგონება. ეს და რა ის, მაგრამ ამისათვის, როგორც მე დამჭირდა ვიღაცებთან ჩასვლა, კომუნიკაცია და სწავლება, ხო, ბავშვებთან, ანალოგიურად დანარჩენებსაც ჭირდებათ. როდესაც რაღაც პირობითად ტექნოლოგიურ ცენტრს ხსნი სადღაცა ოქროყანაში პირობითად, სადაც ბავშვები ვერ ადიან, არა აქვთ ეს დაშვება ღია. შეიძლება კი არის ხა სხვა ქალაქებშიც არის მართლა წარმოადგენილი ხა საუბრო, მაგრამ უფრო მეტი ცნობა ჭირდება რა. ანუ გაცილებით მომგებიანი ინვესტიცია ჩვენთვის ბავშვებზე მუშაობა და მათი განვითარება და განათლება, ვიდრე ახლა რაღაცა იქ რაღაცების შენება და ინფრასტრუქტურა. ბევრი ამბობს, ჩვენი პოტენციალი არის ტურიზმი, ღვინო, რა ვიცი, ქარხნები. სრული ტყუილი არის. სისულელია, იმიტომ რომ
განათლება გადაარჩენს ჩვენს ქვეყანას. ხო, ქარხნები ეს არის ჯერ კიდე, ანუ საბჭოთა ნარატივი, რომ აი რაღაცა ქარხნები ნიშნავს მე დასაქმებას. ჯერ ერთი აღარ ნიშნავს ეს დიდი ხანი, იმიტომ რომ დასაქმების რაოდენობის გარდა მნიშვნელოვანი არის ხელფასიც, ხო, შეიძლება შენ ყავდეს 99% დასაქმებული, მაგრამ მინიმუმზე დაბალს ვხვდი და როგორც აკეთებს მაგალითად მაგას ჩინეთი, ინდოეთი და ინდოეთი, ბრაზილია ხო? და ბევრი სხვა. ეგ არნიშნავს უკეთეს ცხოვრებას. რაც შეეხება ღვინოს სამწუხაროდ, ბევრ რა ვიცი, ბევრგან წააწყდებით იმას, რომ ავწდით ჩვენს ტრადიციებს და ეს ცოდნა იკარგება და რაღაც ცხოველი სომელიები გარნახობენ ხოლმე საქართველოში რაღაცებს მინახავს შესწრები ვარ და ძალიან დაწყენი ყოფილა ჩემთვის. რაც შეეხება ტურიზმს, მართლა მაგარი ბუნება გვაქვს, მაგარი ხალხი ვართ, მაგარი კულტურა გვაქვს პირველ რიგში, საინტერესო ისტორია, მაგრამ იმისთვის რომ ეს ყველაფერი ხალხს არ ახო, შეიძლება ინფრასტრუქტურა. რომელსაც მოდი რომ ვიყოთ რეალისტურები, ჩვენ რა ტემპითაც ზოგადად ოპერირებთ საქართველოში, თავრობის და მიუხედავად სხვათა შორის, როდესაც რაღაცა კომუნისტების მერე ერთი ხიდი, აი წეგა რაზეც ვსაუბრობთ, ერთი ხიდი არ დამატებია მტკვარს პირობითად, როდესაც ტყურის რა ვიცი, ალბათ არსებობს რაღაც პოტენციალი ხო სატრანსპორტო შეიძლება ჩემი ფანტაზია ხა მაგას აკვატორიის გამოყენება ყოველთვის შეიძლება. შეიძლება ეგ გააკეთო, ხო, ანუ მეტრო სადგურს რაღაცა საუკუნის მეოთხედი დაჭირდა რომ ერთი გაგვიხსნა 1 მეტროდან 500 მეტრის დაშორებით და ერთადერთი ქალაქი ვართ მე მგონი მსოფლიოში სადაც ტრამვაი ქონდა და აი ეს გაუქმეს. აღარ მოხდა ხო ესე გვინდა ხო? ხო, ანუ ამ ჩვენი იმის გათვალისწინებით, ანუ უნდა ვთქვათ რომ მინიმუმ 50 წელი ყველაზე ოპტიმალური ვადა არის რომ ჩვენ ისეთი ინფრასტრუქტურა გქონდეს რომ ჩვენი ტურიზმის პოტენციალი საუკეთესო მხარე გამოვიყენოთ. არ გვაქვს ეს რეალობა. ამიტომ ჩვენი თემა ეხლა ის კი არ არის როგორები გვინდა ვიყოთ 10 წელიწადში ან ვითხოვდეს 100 წელიწადში. ეს კითხვა ძალიან დიდი ხნის წინ, 10 წლების წინ უნდა დასმულიყო და ვიღაცას ამაზე უნდა ემუშავა. სამწუხაროდ ყველა ვინც ბოლო 10 წლები მართავდა ამ სიტუაციებს, ხო? ყველა დიდი დანაშაული ჩაიდინა იმით, რომ განათლების სისტემა მიაგდეს, რა ვიცი, რეგრესში წაიყვანეს. აი შეიძლება არ ვარ სწორი ამ ადამიანთან რაღაც ფერს გაახსენება, როგორ რა ვთქვა. ორი მინისტრი მახსოვს რა. ერთი მახსოვს კარტოზია. იმიტომ რომ ცოტა გვიჭირდა და როგორ თქვა, მაშინ 90-იანში ბევრი ესეთი ბავშვი იყო, რომ ვერ შეუთხომე წიგნებს, რაღაც იყო არალეგალური სტამბები, სადაც ასლები იყო გაკეთებული და რაღაც მახსოვს, რომ მისი ერთ-ერთი ბიზნესი იყო, ესე ამბობდნენ, რამე რომ ცილი წავწამ, მაგრამ თუმცა გამოირჩეოდა ეგეთი რაღაცეებით. ხო, ну, მაგალითად 8 მეტრეული X მოდა ხომ ხშირად კიდე, რომელიც ახლა მეცნიერებათა აკადემიის ის არის. და მახსოვს კიდე მართლა ძალიან სმარტი ადამიანია, ანუ ვიცი რომ IT-ში ბევრი გაკეთებული პროექტების მართვაშიც ბევრი ადამიანის ცხოვრებაში შეცვალა, მაგრამ ეგ რეფორმა მახსოვს რა და არ მიწყინოს ფაშლების რეფორმა. ანუ ეს რაც დასამახსოვრებელი, რო ყოფილიყო რაღაცა უფრო მნიშვნელოვანი, რომ აი სკოლაში ეს გავაკეთეთ. ხოთი აი პირობითად პროგრამირების სწავლება და რობოტექნიკის შევიტანეთ. აი პირობითად ვამბობ რა, რაღაც საფუძველია და აი მინიმუმ ყველა მესამე კლასიდან იწყებს ამის სწავლას და 12 კლასი იქნება 13 თუ 9, ყველა სწავლობს ამას. ეგეთი რაღაც არ მახსოვს. და მახსოვს ის რაც დასამახსოვრებელი იყო, ხო? ანუ ირონიულად თუ სიამოვნო თუ სასიამოვნო. ხო და შესაბამისად არავინ მაგას არ აკეთებს. ჩვენი ერთადერთი პოტენციალი ვართ ჯერჯერობით ჩვენ რაღაც თაობა, რომელიც ამ კრიზისებში მედეგობა გვაქვს მეტი და გავაზრდებინებთ და რაღაცებს გავქაჩავთ. გვაქვს იმის ხარჯზე, რომ მომავალი თაობები, მათ შორის ჯენზიც და მისი შემდგომიც მალე აიღებენ რაღაცებს და გაუწევთ კონკურენციას. რაც თავის დროზე გააკეთა ისრაელმა, ესტონეთმა, ბევრმა ქვეყანამ, რომ ტექნოლოგიური ინკუბატორები გახდნენ. და მანამ ეს ჯერ ეს ფანჯარა არ იფიქროთ, რომ რაღაც დიდი ხანი იქნება და აი 100 წლის მერე შეგვიძლია თქვა, რომ აი მოდი ხალხო მივაწვეთ ტექნოლოგიებს, ვისწავლოთ რაღაც პროგრამირება, ინჟინერია, ანუ ხვალ უკვე გვიან. ახლა როგორც იცვლება კომპიუტერიზაციის დინამიკა, ახლა ძვირი ხდება. ნახე, იყო მომენტი, მაგალითად, ჩემი ერთ-ერთი პირველი სამსახური ეხებოდა ტელევიზიას და მუშაობდი კანდიდატი იყო ეგეთი შოუ რუსთავიურში, სადაც მოტყუები დაიწყო მუშაობა, ალბათ არ ვიცი მოყოლილი მაქვს თუ არა ისტორია. მაქვს ხო? ხო.
ну პატარა ვიყავი და ძალიან მჭირდებოდა პულის და მუშაობას და თან ვიცმოდეს ტელევიზიაში მაშინ ერთ-ერთი ისეთი პოზიტიური და ნათელი ადგილი იყო. ეხლა თათ იგივეს ვეღარ ვიტყვით. ეხლა ცოტა სხვანაირად. ეხლა ნათელზე მეტად უფრო მრავალფეროვანი და ფერადი გახდა ეს ყველაფერი. ან პირიქით ძალიან დარგი. ხო. მოკლედ. შენ იმ პერიოდში რაც არ უნდა, აი შენი ძირითადი საქმე არის ვიდეო პროდაქშენი და ძალიან მაგრაკეთებ მაგას. მაგრამ შენ შეძელი ეს მას შემდეგ, რაც პირობითად აღარ გვაქვს dial-up-ი და გვაქვს არც DSL-ი, ანუ ოპტიკური ინტერნეტი გვაქვს. ინტერნეტი კი ბატონო. და სოციალური მედია გაჩნდა. გაჩნდა YouTube პლატფორმა, რაღაც პოდკასტინგის საშუალებები, ხო? შეგიძლია შენ ჩვეულებრივი შემოსავლით იყიდო ჩვეულებრივი ნორმალური კარგი ლეპტოპი, ნორმალური კარგი, რა ვიცი, ზოგჯერ უბრალოდ ტელეფონის კმარა დღეს, კარგი კამერა, ბევრად ხელმისაწვდომი არის ახლა შემდგის, ვიდრე მაშინ იყო. რა თქმა უნდა. ხო? და შეგიძლია რომ სახლში გააკეთო ისეთი მონტაჟი თითქმის როგორც, რავი, ჰოლივუდის სტუდიაში შეიძლება გააკეთო. დაგჭირდება ცოტა უფრო მეტი დრო, მაგრამ რაღაც დოზით მაგას შეგიძლია მივახვალ და შენი ნიჭის საფუძველზე. ანუ ტექნოლოგია გაგიხსნა შესაძლებლობა. იმიტომ რომ ტექნოლოგია გახდა შენთვის ხელმისაწვდომი. ძალიან მალე ეს ისევ შეიცვლება და ტექნოლოგია აღარ იქნება ხელმისაწვდომი. ანუ კი ეს კონსუმერული მოწყობილობები, smartphone-ები, რაღაც შენთან კომუნიკაციის საშუალებები, რაღაცები იქნება, ну smartphone-ებიც ალბათ არა, იმიტომ რომ ინტერფეისი შეიცვლება კომუნიკაციის, ეს წარმოძველდა უკვე. მაგრამ თუნდაც იგივე კვანტური კომპიუტერი, რომელიც ძალიან ძვირადღირებული თემა არის, ხო? შეუძლებელი იქნება როგორ თქვა, ისეთივე წვდომის ფლობა, როგორც ახლა გვაქვს იმ ანუ ახლა ტექნოლოგიები მეტნაკლებად თანაბარ პირობებში გვაყენებს სხვა ქვეყნებთან. ანუ ჩვენ თუ გვეყონება კარგი შრომითი რესურსი, კარგი ჭკვიანი ხალხი, ანუ არტიკოსები, პროგრამისტები, პირობითად ამბობ, რა ვიცი, დიზაინერები, პროდაქშენის ხალხი, რაღაცებს გააკეთებენ საინტერესოს, რაღაცებს გაუშვებენ გლობალზე, შექმნიან დოლარს, შემოვა ეკონომიკური რაღაცა შემოსავალი და წინ წავალთ. მაგრამ რამდენიმე წელიწადში, როდესაც ყველაფერი დამოკიდებული იქნება პირობითად, შენ გაქვს თუ არა კვანტური ძალიან ძვირადღირებული ტექნოლოგიები, შენ გაქვს თუ არა თითქმის მიუწვდომელი ჩიპები, შენ გაქვს თუ არა უზარმაზარი ენერგო ინფრასტრუქტურა, რომელიც გაუმკლავდება იმ რესურსებს, რომელიც შეიძლება საერთოდ ვერც გქონდეს, მაშინ ეს ყველაფერი ესე აღარ იქნება. ანუ რა ალბათ მაქსიმუმ 5 წლიანი ფანჯარა გვაქვს, რომ ტექნოლოგიებს დროზე წამოვეწიოთ, რაღაცა გავაკეთოთ, რაღაცით ვიხეიროთ, ცოტა ამოვისუნთქოთ როგორც ქვეყანამ და შევქმნათ რაღაცა ახალი. იმიტომ რომ თლიანად ეს სისტემა თელს სამყაროში, ეს განაზომიერებები, განათლების სისტემა საერთოდ კრახშია და ალბათ სულ ჩამოიშლება თელსოფლიოში. შეიძლება შრომითი ბაზრის ყველაფერი და ის მენტალობა, რომ რაღაცა უნდა იყო დასაქმებული, ესეც შეიცვლება, რაღაცა საქართველოს ცოტა კიდე სხვა მენტალობა არის, საქართველოში კარიერისტული მენტალობაც არ არის, ბოლომდე რომ თქვა რა ის უნდა შეიცვალოს რაღაც ენტერპრენერული მეთოდოლოგია, ანუ ხედვით, ხო? ჩვენთან პრობლემა ის არის, რომ ერთი დიდი რაღაცა ჩალიჩის წრე არის ჩამოყალიბებული, რომ აი სამეგრელოს სტრესს ვეძახი მე. ადრე ვიღაცისგან მოვისმენდი ეგეთი რაღაცა, რომ უფრო როგორი ვითარება, იცი, ერთი ადამიანი მეორეს ხვდება და ეუბნება, რომ რაც მომყიდი თუ არა შაქარს, რა ვიცი, 3 ტომარა შაქარს 50 ლარად. ანუ რაღაცნაირად შეთანხმდებიან რა, რამდენიმე საათი ლაპარაკობენ მაგაზე, რომ რაღაცა და ნუ შეთანხმდებიან და მეორე დღეს ერთი ეძებს 50 ლარს და მეორე ამ შეყრა იმას და შაქარს. ანუ მთელი ქვეყანა გადასული არის რაღაცა რომ უყურებთ ხალხს, ყველას არ ეხება ეს, მაგრამ ჩალიჩზე რაღაც ვიღაცა მანქანებზე ჩალიჩობს, ვიღაცა უძრავქონებაზე რაღაცა სტილობს, ვიღაცა ტურიზმში რაღაცას გააკეთებს. ეგ არ არის ჩვენი პოტენციალი, რაც სტაბილური, გრძელვადი ამ პერსპექტივაში გამოგვადგება რა. ძალიან მნიშვნელოვანია რაღაც კონკრეტული ცოდნა, ხედვა, რომ ეს ცოდნა ხშირად უნდა ცვალო და განაახლო, უნარები, რომელიც შენ აი თავში თქვი, რომ AI რას ვერ შეცვლის, ან რას შეცვლის, ან ვინ გადარჩება და რატომღაც იქნება თუ არა ეს IT. ნუ მეგონია რომ IT არ იქნება, ეგ გოლი პირველ რიგში, იმიტომ რომ პირველი რასაც AI-ის კომპანიები გააკეთებენ, რომ ჩაანაცვლონ არიან პროგრამისტები, იმიტომ რომ ძალიან ძვირიჭდება AI ინჟინერები და დეველოპერები და ეს ხალხი და თან შეუძლია რომ ნებისმიერ კომპანიას
ყავდეს 100 ან ერთი copy paste-ით 1000 ან 10000 ამიტომაც საუკეთესო AI ინჟინერი ან დეველოპერი და პირველ რიგში ალბათ Max Beros და არ თავს, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი მთავარი რაც არ ჩანაცვლდება ეს არის ისეთი სფეროები, სადაც ადამიანური ურთიერთობები და ადამიანური ღირებულებები არის უფრო დომინანტი. შესაბამისად, ხო, ეს ყველაფერი შეიცვლება და რაღაცა დიდ აი ეს შეგრძნება იყო COVID-ის დროს, რომ რაღაცა სამყაროს ბუნებრივი თვითსელექცია ხდება და რაღაცა ახალ განზომილებაში რესტარტიც ეზოთერიკულს გავდა ყველა ეს საუბარი, რომ რაღაცა ახალ განზომილებაში გავდივარ, რაღაცა ახალ პორტალში ვარ თითქოს, რაღაცა ყველა მეხსიერება დავკარგეთ და ახლა რეალობაში. 1000 რაღაც ნარატივი იყო, ხო? ყველაზე უკეთ მიესადაგება ახლა ამ სიტუაციას. და ყველაზე პარადოქსალური ის არის, რომ ახლა ყველაზე დიდი გარდატეხის დროს ყველაზე ცოტა რამ ვიცით საზოგადოება. ესე საინტერესოდ რა ჯერჯერობით არ მომისმენია არც ერთი სტუმრისთვის, მაგრამ ეს იგი იყო მართლა ძალიან დიდი სიამოვნებით. თქვენი ვისკის ეფექტიც იყო ცოტა. ხო, ნამდვილად რა და ყოველ გადაცემაში რაღაცას ვსწავლობ მე. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ტექნოლოგიურ სფეროში ვსწავლობ ყველაფერს და ამ აყურებელიც მე მგონი ძალიან სიამოვნებს ამით რა. სანამ მადლობა დრო ტექნოლოგიებზე ხო ნუ კიდევ ვარ ჩაგეჭრა მედია მაგრად დაიხია უკან განათლებაში ხალხის და ეხლა იუთუბერებზე ინფლუენსერებზე ოღონ იმ ინფლუენსერებზე არა რეალიტი შოუებზე რო ხედავთ ხოლმე რეალური ტიპებზე ვინც რეალურ რაღაც ასწავლიან ხალხს დგას ძალიან ბევრი რაღაც ამიტომ ძალიან მაგარია რომ მაგ თემას უწევ პოპულარიზაციას მადლობა მადლობა შენ და აქ მინდა გამოვიყენო ბარემ დრო და кейსის აკადემიაზეც ცოტა ისაუბრო. იმიტომ რომ ძალიან კაი საქმეს და საჭირო საქმეს აკეთებ უკვე ძალიან დიდი ხანია. кейსი 6-7 წელია ხო არსებობს? თუ მეტი? 15 წელი. ხადო. ხო. და кейსზე მოდი და кейსის ზოგადად აკადემიაზე ესე მოკლედ ვისაუბროთ, მოკლედ არ გამოვა, მაგრამ ვისაუბროთ რა. რას უთავაზობთ ხალხს, რას ვასწავლით და რას მიიღებს ახალბედა სკოლის მოსწავლე, სტუდენტი თუ უკვე ჩემი ასაკის, ჩვენი ასაკის თუ უფრო დიდი რა. იცი რა არის? არ მინდა რომ გამივიდეს ისე როგორც სხვა მარგინალურ ადამიანებს გამოდიხმე პოდკასტების სარგებლობებ ბოროტად და მე მთავრდება ეს აი ხო მოვისმინე ყველაფერი და ეხლა უნდა მოვისმინო რაღაცა რეკლამა. ამიტომ არ მოყვები რატომ უნდა მოვიდნენ ან რაღაც რა ხდება და ასე შემდეგ. ამისთვის არსებობს ვებგვერდი და იმასაც არ ვიტყვი უბრალოდ description-ში case რო ჩაწერენ. და აქვე ჩემს ერთ-ერთ ობიექტივზე არის case-ის ესეთი ლურჯი რეზინის სამაჯურია, მაგრამ ძალიან კაი არის კარგად დაგებედა ეს. კი და თან ის არის რა ქვია, ძალიან ხშირად მეკითხებიან ეს case-ი რა არის და მე უკვე links ვაგებ რა. ძალიან სიმბოლურია case-ის სამაჯურის გაკეთება ლინზაზე. იმიტომ რომ кейსი არის ჩემთვის ბევრი რაღაცა, მაგრამ პირველ რიგში კარგი ოპტიკა, კარგი ლინზა, არ ამიტომ რომ კარგ პროდაქშენს ვაკეთებთ. ზოგჯერ არ გამოგდის, იმიტომ რომ ჩვენ ერთად ვაკეთებთ ხოლმე რაღაცებს და შენ არ გწარი. მაგრამ კარგი ლინზა, როდესაც შენ შეგიძლია კარგად და მკაფიოდ დაინახო ბევრი რამ, რასაც აქამდე ვერ ხედავდი. პირველი ეს არის რა, რომ ხედვა. ხედავ ისეთ რაღაცებს, რასაც აქამდე ვერ ხედავდი. ეს ყოველთვის კარგი არ არის. ყოველთვის ადვილი არ არის, ამიტომაც ჩვენს რაღაცა კონტენტში მოისმენთ ისეთ ფრაზებს, რომ აი თქვენ რაღაცას უყურებთ ტელევიზორს ისე, როგორც აქამდე, ვეღარ წაიკითხავთ საინფორმაციო ნიუს, გახდებით პარანოიკები, ანუ პირდაპირ ვამბობთ. რა თქმა უნდა, ვასწავლეთ ამ პარანოის მართვას და მოგეთ, იმდენად რთული რაღაცები ხდება, იმის კომუნიცირება მართლა ესე ჩემთვის ჯერჯერობით გასაღები ვერ ვნახე და წარმოუდგენელია ის ყველაფერი როგორ უნდა გადმოვცე და ალბათ რაღაც რეალიტი შოუ უნდა იყოს, მაგრამ ისე თემა და მე არ ველაპარაკებ ხა რატომ უნდა მოვიდნენ. მე ძალიან ცოტას მოყვები, როგორ გავაკეთეთ, რატო გავაკეთე და რა ხდება რა. პირველი
მქონდა ძალიან რბოლა საკუთარ თავთან. რაღაცა მუშაობდი ერთ-ერთ უსაფრთხოების სფეროში ერთ-ერთ დიდ ორგანიზაციაში, დაკავშირებული ისრაელთან. გახდით კონტრაქტორი ერთ-ერთი ძალოვანი უწყების და ეს ხდება ძალიან რთულ პერიოდს ემთხვევა საქართველოში. მოხდა 2008 წლის მოვლენები და მაშინ ადგილზე მინიმალური დისტანციიდან დავინახე, რომ არ არსებობს ქვეყანაში არანაირი კიბერ არაფერი. ანუ პირველი ჩემი სუბიექტური мотиваცია იყო ეს, რომ მოკლედ არ არსებობს თემა და მინდოდა რომ გამეკეთებინა. მქონდა იმ პერიოდში, როდესაც რაღაცები შეიცვალა და მეც რაღაცა კარიერულად შემეცვალა, მქონდა რამდენიმე შეთავაზება, წასულიყავი საზღვარგარეთ, ასაკი, ენერგია, ამბიცია, ეგო, ყველაფერი ერთად ჩაერთო და ვთქვი, რომ არის თემა, რასაც პირველად გავაკეთებ ჩემს ქვეყანაში. მაშინ სიტყვა კიბერია, აი ესე ოფიციალურად არ არსებობდა. ძალიან ბევრი ვიხმაურე, პირველი ტრენინგი, პირველი სერვისები, პირველი სწავლება, რაღაცა იქ სახელმწიფო პირველი წიგნი, ძალიან ბევრი დრო დავხარჯე მედიაში, რაღაცა ივენთების მოწყობაში, ცნობიერების ამაღლებაში, რომ კიბერი გამხდარიყო კიბერი. პირველი ეს იყო. მეორე იყო გარკვეული ჩემი წინა გამოცდილებები და სამსახურეობრივი იყო ადამიანები, იყვნენ, რომლებიც თვითთკბობაში იყვნენ შესული. ჯერთი ძალიან ბევრი აქედან, ბევრი მართლაც განათლებული, კომპეტენტური და ასე შემდეგ გამოცდილი, მაგრამ ბევრი არც თუ ისე წაიტრაბახებდა თავის კომპეტენციით და ამის მიუხედავად იმ წირი ინფორმაციით, რაც მათ ჰქონდათ, რაღაც გარკვეულ წრეებში, გარკვეულ ორგანიზაციებში, გარკვეულ სამსახურებში გასაიდუმლებლად მიღებული ცოდნის შედეგად რა, ჰქონდათ ეს თვითთკბობა, რომ იცი რა დაზვერვა და კონდაზვერვა ეს რაღაც მარტო ჩვენობის ეს მეთოდები და ეს საიდუმლოა და ძალიან დიდი ბრძოლა დამჭირდა იმ პერიოდში შეგიძლია დაახლოებით წარმოიდგინო იმისათვის რომ ვიღაცეებისთვის გამეწია წინააღმდეგობა და მიუხედავად იმისა რომ ძალიან არ სურდათ საქართველოში ესე ღიად ვიღაცას ესწავლებინა დაზვერვა, კონდაზვერვა ყოფილიყო ესეთი ორგანიზაცია ამას მივაღწია ძალიან ბევრი ბრძოლის შედეგად რომ საქართველოში დაზვერვა, კონდაზვერვა და მასთან დაკავშირებული თემები ახლა ისწავლება, რა თქმა უნდა, სრულად იმ წესების დაცვით, რაც უნდა დაიცვას ნებისმიერმა ამ სფეროს პროფესიონალმა და პატრიოტმა, რომ რაიმე ისეთი არ მოხდეს და თავისთავად პროტოკოლის მიხედვით ლეგალურობის სრული დაცვით და ასე შემდეგ. ბევრი ჩეკი აქ ამ ყველაფერს გავლილი ამ თემაზე არ ჩავშლი და ჩვენ გავხადეთ თემები, როგორ თქვა, თემები, რომლებიც არასდროს ყოფილა ასე ხელმისაწვდომი. აი ეს არის ერთ-ერთი ჩვენი, როგორ თქვა, სლოგანი თუ დევიზი, რითიც დავიწყეთ და ხო, ბევრი რაღაცას მივაღწიეთ, ბევრი რაღაც გავაკეთეთ. აკადემია, кейსის აკადემია არა. кейს აკადემია, кейსი რამდენიმე ორგანიზაცია არის, ეს არის кейს ენტერპრაიზი, რომელიც მაგალითად მუშაობს ციფრულ თემებზე და კორპორაციულ თემებზე. დღის განმავლობაში, ანუ 4 ძირითადი მიმართულება გვაქვს, ეს არის ინოვაციები, ტექნოლოგიური სერვისები, პროდუქტები, უსაფრთხოება, ანუ ამ შორის ვთქვათ კიბერუსაფრთხოების სერვისებს და მათ შორის კორპორაციული თუ ფიზიკური უსაფრთხოების სერვისებს, აკადემია, განათლება და ნეტვორკინგი, ანუ კავშირები და ცნობიერების ამაღლება. ამიტომ кейს ძალიან დიდი ისტორია აქვს, რომლის გადმოცემის ფორმაზე ჯერ კიდევ ვფიქრობ და სად როგორ და რანაირად უნდა თქვა, დარწმუნებული არ ვარ, იმიტომ რომ ძალიან ბევრი არის სათქმელი და იდეალური ფორმატი მოკლედ ჯერ ვერ ვნახე, მაგრამ რაღაცას მოვიფიქრებთ. რაღაც დოზით ეს ჩვენს ვებგვერდზე იგრძნობა, სადღაცას სოციმედიაში შეიძლება ვიღაცამ ერთი შეხედვით რაღაც დაახლოებითია ეს ემოციური ვაიბი აიღოს, რომ რა შეიძლება ხდებოდეს, მაგრამ ესე მოკლედ ვერ ვიტყვი და არ მინდა რომ ამაზე შენი პოდკასტი აუტრო დავხარჯოთ. ამიტომ მე მაინც დავასრულებდი იმით რომ ესეთი პოპულარული კითხვა არის HR-ებში. როდესაც მიდიან გასაუბრებაზე ადამიანები, ეკითხებიან ხოლმე, სად ხედავ შენს თავს 5 წლის შემდეგ. Oh, nice. აი აღარ მოგვეყანაზე აღარაფერს.
ჩვენს თავს გითხოთ, სად ხედავთ ჩვენს თავს 5 წლის შემდეგ და არ მოვეშვათ მანამ სანამ დაახლოებით პასუხს მაინც არ გავიგებთ, იმიტომ რომ პასუხის გაგება ძალიან რთული იქნება, არ იქნება ადვილი პროცესი, ხშირად მიატყუებთ ამას, მაგრამ დაფიქრდით, სად ხედავთ თქვენს თავს 5 წლის შემდეგ და როგორ წარმოგიდგენიათ, სად არის ამ დროს ჩვენი ქვეყანა და ჩვენ სად ვართ. ბევრი მარტივი გზა, რაც შეიძლება თავში მოგივიდეთ ტერიტორიული პრინციპით. ძალიან მარტივია, მაგრამ ჩემი სუბიექტური აზრია, რომ ძალიან ძვირია. ამიტომ მე ვირჩევ, რომ რაღაცნაირად მინდა რომ ვიყო ბევრი რაღაც გავაკეთების რო ვიყო აქ. შექმნა ის ყველაფერი, რასაც ვქნი და კიდევ ბევრი გვაქვს სათქმელი და რასთავარია ადამიანის მივცე ინსტრუმენტი, ხედვა, უნარები, ცოდნა, საშუალება იმისა, რომ საკუთარი თავი, როგორ ვთქვა, საკუთარი კარიერა თუ მათ შორის პირადი ცხოვრება წარმართონ უკეთ, სრულიად ახალ საფეხურზე გადავიდნენ და იდეალურ ვარიანტში რამოდენიმე მათი გარემოცვიდან ასევე რომ შეცვალონ და მათზეც აისახოს ეს პოზიტიური ეფექტი. თუ დღის ბოლოს გაგვიმართლებს და რამოდენიმე ესეთი ადამიანი მოხდება გადაწყვეტილების მიმღებ პოზიციაზე სადმე, საბოლოო ჯამში შეიძლება ძალიან დიდ სეგმენტზეც მოახდინოს პოზიტიური გავლენა. თუმცა, ხო, თუ აქ არ ვიქნებით, არ ვიაქტიურებთ და არ ვიმუშავებთ რაღაცეებზე, ისე არაფერი არ გამოვა და კიდევ ერთი, რაც ფრაზებიდან ასე ვთქვათ, მომწონს და გამოვაცხე შემთხვევით კენედის ნარატივებიდან, არის არსებობს ერთზე მეტი გზა ემსახურო შენს ქვეყანას. და ანუ ძალიან ბევრი კრიტიკა და ქილიკი მესმის, რომელიც უკვე მთავრობის და ქვეყნის ის კი აღარ არის, უკვე საქართველოს და შენი რაღაც სამშობლოს იმაში გადაგდის რა. ხო და ჩემი აზრით, ანუ თუ შენი საქმე არ არის პოლიტიკა და არ გაქვს შენი თავი გადადებული ამისათვის, იმიტომ რომ უნდა გადადო შენი თავი. ეს არ არის სფერო, სადაც შეისეირნებ და წაო ფრილანსერებ, ხო? და სუფთად გამოყავს. ხო, ну ალბათ ჰიპოთეტიკურად ყველაფერი შესაძლებელი არის. ეგ ანუ ძალიან ტექნიკური რაღაცა, შეიძლება თუ არა პოლიტიკა იყოს სუფთა და რაღაც, მაგრამ მაგალითად ჩვენ ადრე სხვა კონტექსტში ვილაპარაკია რა. სხვა რამეს ვამბობ, ნახე, თუ შენ ამას აკეთებ, უნდა გადადო შენი თავი და აკეთო ეს. როგორც აკეთებდნენ ძალიან პუმპერაზე ადამიანები ჩვენს უახლეს ისტორიაში. თუ ასე არ არის, იმით რასაც აკეთებ, იმის საუკეთესო შენი მაქსიმალური პოტენციალით კეთება, რა ვიცი, გაასმაგებული ძალისხმევით, ეს არის ყველაზე კარგი რამ, რაც შეგიძლია შენ ქვეყანას გაუკეთო და მაინც მოხდება ის პოზიტიური ცვლილება, რასაც შენ ველოდები პოლიტიკოსებისგან და სხვებისგან. ანუ თუ შენ მაგალითად იქნები ძალიან კარგი არა, ძალიან კარგი ხარ. 10 ჯერ უფრო ძალიან კარგი ვიდეო პროდაქშენის ორგანიზაცია, ხო? თიმი. სადაც ვიღაცებს თვალს განუვითარებ, ვიღაცებს ხედვას, ვიღაცებს ასწავლი, რომ ვიდეო პროდაქშენი გამოიყენოს მაგალითად ქვეყნის პოპულარიზაციისთვის, ვიღაცების დასახმარებლად, ისტორიაში რაღაც ბუნდოვანების გასაფანტად, რაც ვიცი რა გაკეთებული გაქვს და რაღაც გამოგონილი კონფლიქტების რეალური საფუძვლების გამოსააშკარებლად. პირობითად, აი შენი სფერო რა ვიღო? რამდენი ვიღაც შეგიძლია დაასაქმო, რამდენი ვიღაც შეგიძლია გაანათლო, ანუ სასწაულები შეგიძლია მოახდინო შენი პოზიციიდან. იგივე შეიძლება ითქვას განათლებაზე, იგივე შეიძლება ითქვას ხალხების მუშაობის ტექნოლოგიებში, იგივე შეგვიძლია თქვა დავეჯითებით მარკეტინგზე და ციფრულ მარკეტინგზეც. ანუ ყველა ჩვენი სფეროდან შეგვიძლია დრამატულად ძალიან დიდი ცვლილებები განვახორციელოთ სასიკეთო ჩვენი ქვეყნისთვის და ამასთანავე ეს მე ჩვენზე ისახება რა თქმა უნდა, იმიტომ რომ როცა რაღაც აკეთებ იმ რწმენით რომ აკეთებ შენი ქვეყნისთვის და აკეთებ სწორ და საინტერესო რაღაცას საინტერესო ადამიანებთან ერთად, ეს ავტომატურად იმდა კი არა რომ რაღაცა სპირიტუალურ სწავლებას ვეწევიან, მენტორობას ან კოუჩინგს ან რაღაც პოპულარულ ფრაზებს ხარჯავ, როგორც არის ხომ რილსებში, რომ თუ გაიფიქრებ, რაღაცა თუ გჯერა, შენიც გამოგივა. არა, რეალურად ესეა, სტატისტიკურად ესეა და кейსებით შემილია თქვა ძალიან ბევრი, რომ თუ შენ აკეთებ შენ საქმეს იდეალისტური მოტივით, ანუ იდეოლოგიური მოტივით და ბოლომდე ხარ შეპყრობილი შენი თემით და ამას აკეთებ საუკეთესოდ შენი შესაძლებლობების, აუცილებლად შენაც გინდა თუ არა, შენ ღებულობ შენ თვისაც და შენი გარემოსთვისაც ძალიან მაგარ შედეგს, მათ შორის მატერიალურს. პირველ რიგში ემოციურს, იმიტომ რომ კარგად გსნობ თავს, რასაც აკეთებ,
მე ეს ვრცელდება და ანუ იქცევა მონეტიზდება, ასე ვთქვათ, შემოსავალში. და ხო, საბოლოო ჯამში, როგორ ვთქვა, თუ რაღაცას აკეთებ კარგად და ემოციურადაც ხარ კარგად, უძლებ ძალიან რთულ დროს, რომელიც ყველას გვაქვს რა, ანუ როდესაც შემოგეთხოვება გამძლეობა და მედეგობა იმისათვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიო წინააღმდეგობას. არ დაეცე რაღაც სირთულების მიუხედავად გააგრძელო, გამოცხადდე კონკრეტულ დროს, კონკრეტულ საათზე, კონკრეტულ ადგილას, ხო? ვიღაცა მაგას დისციპლინას ეძახის, მაგრამ ჩემთვის ეგ არის მედეგობა, იმიტომ რომ დისციპლინა ჩემთვის ეს სხვა რაღაცა არის და დისციპლინა დიდხანს არ გრძელდება, ანუ დისციპლინა გიყალიბებს ჩვევას და შენთვის თუ ჩვევა ხდება რაღაცა, ეს უკვე ცხოვრების სტილია. მოკლედ, არსებობს ერთი მეტი გზა იმსახურო შესაძლებლობას. აშა ეს იყო ყველაზე ბრძენი ტექ პოდკასტი, რაც კი მქონდა. და ყველაზე ნაკლებად ტექ პოდკასტი ალბათ. არა, იყო ნამდვილად ძალიან მაღალტექნოლოგიური, ჰაი-ტექ პოდკასტი იყო, მე ასე ვფიქრობ რა. ძალიან დიდი მადლობა. აუცილებლად გამოიწერეთ ეს არხიც, ლაშასთან кейსშიც გადადის, description-ში იქნება ლინკები საჭირო. ეწვიეთ, გაიცანით кейსი საერთოდ რა არის, როგორ მუშაობს, ეს საოცარი ადგილია, სადაც აუცილებლად საოცარ პიროვნებად ჩამოყალიბდები საბოლოო ჯამში. მე ესე ვფიქრობ. შენ თავს იპოვებ. არა, აღმოჩენ შენი პიროვნების ყველაზე ბნეულ მხარეს. ეგეც ახალისოა.